აი სახელმწიფო რო გაქვს მაგარი რამეა რა. ჩვენ უპირატესობა სხვებთან შედარებით მთელი რიგი ქვეყნებით წარმოიდგინეთ რამდენი ის არის დედამიწაზე ხო ერი და სახელმწიფო არის 192. იმაში ვართ ჩვენც. აი ამას ემუქრება დაკარგვა. აი 100%-იანია ეს ამის დაკარგვა 100%-იანია და ჩვენ ვართ ამის მიზეზი ქართველები. ხო, ტერიტორიაზე რაღაც არის დასახლება და აი სახელმწიფო წამოიმართა. ადრე მაგ ტერიტორიას მფლობელები, მიწიერი მფლობელი აკონტროლებდნენ ერთი დინასტია, მოისპო მერე მეორე დინასტია, მერე მესამე და სუბოლოო დინასტია, ბაგრატიონების დინასტია 1000 წლით. მაგათი იყო ეგ ტერიტორია. და ხალხიც მან დრო იბადებოდა, ემსახურებოდა ამ დინასტიის წარმომადგენლებს. გადავთ, სახელმწიფო მაინც არისო. სახელმწიფო კი ინტერნაციონალური ცნებაა. ხო? ბაგრატიონები იყვნენ სათავეში და ქართველობა იყო პირველი. და როცა სახელმწიფო გარდაიქმნა და ეს მოხდა უკვე მე-19 საუკუნიდან რო ეყრება საფუძველი, როცა ჯერ შეგვტენა ღმერთმა რუსეთის იმპერიაში, ხო? იმპერია იყო მეფეების. ჩვენ მეფე მოგვაშორა ღმერთმა და რუსული მეფეს დაგვიქვემდებარა და ამაზე გადავირიეთ. 100 წელი ვიყავით გაგიჟებულები და მიწას ფხოჭნედით, მაგრამ ფიზიკურად მაინც ვრალდებოდით ამ გაღატაკებულ ქვეყანაში. ბოლოს რუსეთს ეშველა, უცებ სახელმწიფო ჩამოყალიბდა რუსეთი. მანამდე იყო რა ვიცი რა იყო. და აი საბჭოთა სახელმწიფომ დაიწყო გავრცელება და ასე ეგ ტალღა შემოვიდა საქართველოს იქცა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკა თავისი დროშით და არა ოლქით, არა სამხარეოთი და რაღაც იმე, არამედ დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საქართველოისა. თავისი ჰიმნით. მხოლოდ ძმურ ოჯახში შემავალი ვიყავი და კონსტიტუციაში ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გასვლა შეგვეძლო, მაგრამ ვინ გაბედავდა. როგორც კი რუსებმა საბჭოთა სისტემა გადააგდეს და დაიტოვეს სახელმწიფო არ დანგრეულა. შეცვალეს ფორმა. საქართველოსაც იგივე გააკეთა. საქართველოსაც შეცვალა, გამოვიდა იქიდან და აეხლა საბჭოთა დანატოვარი ხოროვად ქცეული კაპიტალისტები ამ სახელმწიფოს ძირს უთხრიან. და ჩვენ ახლა რუსეთის დანგრევა გვინდა, მეეჭვი მეპარება რომ რუსეთმა მოასწროს დაანგრევა სახელმწიფოს და ჩვენ კიდე ვიყოთ და ვიყოთ. მე ამის საფუძვლები ნამდვილად არ მაქვს. რუსეთის სახელმწიფო შენდება. პრობლემები აქვს, მაგრამ თუ მაგას დაანგრევს დასავლეთი რაკეტები და ისე გამორიცხულია. შიგნიდან ეგ არ დაინგრევა. აი ჩვენ გარედან კი არ გვანგრევენ. ჩვენ თვითონ ვსპობთ ჩვენ სახელმწიფო, თვითონ ქართველის ცნობიერება ვერ ამაღლდა სახელმწიფო შეგნებამდე. ჩვენ არა სახელმწიფო მოაზროვნეები ვართ, ჩვენ ვართ ფეოდალურად მოაზროვნე. ჩვენ გვიდათ ფეოდალი და ხო ყავს ახალი ტიპის ფეოდალი ბიძინა ივანიშვილი და მისი ნაზირ ვეზირები. გვერდს რომ უშვენებს ნაზირ ვეზირები, ფულიანი ხალხი, მეშოკებით. და სიტყვები კი სხვა აიტყიბეს. გაკაპიტალისტდნენ, ხო? დემოკრატებად მოგვევლინენ ფეოდალები. აი ეს როგორ შეიძლება ახლა თქვენ დაამარცხოთ მე არ მესმის. აი რამდენი არის ისტორია ჩვენ სახელმწიფოს 1922 წლიდან, ხო? 21-22 წლიდან. რამდენი წელი გავით? 100 წელი. 100 წელი საქართველოს სახელმწიფო არსებობს. და ამას წლის განმავლობაში ახლა განიცდის რაღაც გარკვეულ რაღაც აგონიას თუ არა. დაჩქარებულია თუ ეს პროცესი? კი. დემოკრატიულმა სისულელებმა ჩვენ სახელმწიფოს ნგრევა დაიწყო, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს წარმომადგენლები გარბიან, სხვები შემოდიან. ესაც ხელს უწყობს ჩვენ ქვეყნის ლიკვიდაციას ქართულ ენაზე სახელმწიფოისა, იმიტომ რომ რა თუ გაგრძელდა ეს დეგადენა და გრძელდება, შემოდინება მოდის და მოდის. გამრავლებული მათ სხვა ერის წარმომადგენლები დააყენებენ საკითხს და სახელმწიფო სტრუქტურას შეცვლიან თავისი ენით. ახლა ქართულ ენად ვინ აიღებს როგორც ძვირფასი, რატო აიღებს? შეჯერობით გვეპირფერებიან და ვითომ იმ ქართული ისწავლა ინდუელმა ვიღაცა არ უნდა ხათრია თუ რაღაცა დებილი რა. წამოვიდა ტილიანი ქვეყნიდან და ჩვენთან არის. თან კი არ მიუტოვებია ისა. თუ დაჭირდება იგაცავა. ჩვენ ყველაზე ტრაგიკული ერი ვართ რო იცოდეთ. და ჩვენი ვითარც ამორწმუნე ერის მხოლოდ და მხოლოდ ხსნა და იმედი მარტო ღმერთია. ჩვენ კიდე ეს დავიწყებული გვაქვს. გავაუპატიურეთ ღმერთი ბჭყალებში და ხსნას ვეძებთ დასავლეთში და რუსეთში. ერთმანეთს ვერჩხუბებით, არა მე ჩემი მხსნელი უკეთესია, მეორე უნდა ჩემი მხსნელი. ეს არ შეჩერებულა. ქართველი ერს გამთლიანების პრობლემა აქვს და ვერ მთლიანდება. ეს არის განხეთქილების სატანა. ესე იგი ეპიცენტრის სატანური საპატრიარქოა. აი მთელი ერის ცნობიერება ამასკენ უნდა იყოს დამიზნებული. და ერთხელ და სამუდამოდ რწმენა უნდა გასწორდეს. არ გასწორდება სახელმწიფოს დაკარგავთ, როგორც ბაგრატიონებმა დაკარგეს ტახტი და არ აღდგენილა. არ მომხდარა აღდგენა. და დემოკრატია კი თუ გარკვეულად აი მონარქიამ ერი მაინც შეგვინარჩუნა, თუმცა სულ სიცხლის ზღვარები იყო. და მიზეზი ამისი რაც იყო ღმერთმა რა გააკეთა? ლიკვიდაცია გაუკეთა ბაგრატიონებს.
ხალხი კიდე რომანოების ქვეშ შეტენა, სადაც ჩვენ ვიჯებოდით კიდე და ჭკუა ვერ ვისწავლეთ. ისევ ღმერთმა მოწყალება გამოიღო და გარდაქმნილი რუსეთში ისევ დაპტოვა კომუნიზმი და გავიჯეჯილეთ. მერე ისევ ქართველების ჟლეტა კომუნისტებმა დაიწყეს ბერიამ და სტალინმა. და ომში და 700,000 კაცი გახვეტეს. ოლქები ჩაგვისვეს მაგრამ ამ გახსნილმა კომუნისტებმა. ნახეთ ქართველის მტერი ისევ ქართველია. და ახლა მით უმეტეს ყველაზე კაი პირობაა ქართველს ბოლო მოუღოს სახელმწიფოს, რომელიც გვაჩუქა ღმერთმა და ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ, რომ ამ სახელმწიფოში ღმერთის ადგილზე სატანას ვეთაყვანები და ვაუპატიურებთ ღმერთს და არავის არ შერჩება მრუშობა.